კარგით მეგობრებო, გავაგრძელოთ. მას ასე ვიტყვით ჩვენ დღევანდელ ჩვენი თემა არის თორის საკვირაო თავი ბო. თორის საკვირაო თავი ბო იწყება გამოსვლის წიგნის მეათე წიგნი და თქვენ იცით რომ ჩვენ წინა შაბათს დავიწყეთ გამოსვლის წიგნის შესწავლა. ვილაპარაკეთ პირველ სამ თავზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამ თავს, მაგრამ მოგვიწევს ახლა გამომდინარე იმ პირობებიდან, რომ ეს ჩემი life režim მიეკუთვნება უმეტესწილად დათმობილი იქნება იმ კითხვებზე და იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც მე დამიყენეს და ჩამიწერეს ვიდეოები და მითხრეს ასეთიაო, ისეთიაო და ასეაო, 1000 სისულელეები. თუ კონსტრუქციული დიალოგი კრიტიკა იქნება, კი ბატონო, მე არა ვარ ამაყი ადამიანი და რამე ისეთი რომ რაც თუ მართლა მეშლება და დაამტკიცებ რომ მე მეშლება ლოგიკურად, მაშინ კი ბატონო, ვაღიარებ და მივიღებ შენიშვნას. პრობლემა არა აქ. არავინ არა სრულყოფილი და არავინ არა ყველაფრის მცოდნი ადამიანები. ჩვენ ადამიანები ვართ, რათა გავიზარდოთ, ვისწავლოთ და შევიგნოთ. ეს არის ცხოვრება ჩვენი. ესეთი. და დღეს უბრალოდ გადავახტებით ამ საკვირაო თავებს, იმიტომ რომ შემდეგში დაუბრუნდებით წინა მომდევნო კვირაში. უბრალოდ მე დღეს მინდა პასექის დღესასწაულზე გელაპარაკოთ, საიდან მოდის ეს პასექის დღესასწაული და ერთ მუხს აგიკითხავთ გამოსვლის წიგნში, როდესაც ებრაელები იყვნენ ეგვიპტის მონობაში. მათ 10 სასჯელი მოუვლინა ღმერთმა და მეათე სასჯელი იყო ზუსტად პატარების პირმშოების დახოცვა. და ღმერთმა ამ დროს დაავალა 14 ნისანს, ეს იყო თვის პირველი თვე, ასე უნება, რომ აეყვანათ მათ საპესაქო კრავი, ეს კრავი უნდა დაეკლათ, მათი ისა, რა ქვია, სისხლი უნდა წაერსვათ კარების კუთხეებს, არ ვიცი რა ქვია მაგას ქართულად. მე ბუდიში რუსულად მაქვს განათლება მიღებული და ჩემი ენა ქართული არა, ეს შეძენილი მეორე ენაა და ამიტომ ბევრ რამეს თარგმნა მიწევს და თუ ვერ გაიგეთ ან რამე სიტყვა ჩავკლაპე ან ჩავიბურძღულე, შემისწორეთ, დამიწერეთ რომ ვერ გავიგეთ. რომ მე შეიძლება იმას ჩავკლაპო. ხო და ამიტომ რომ წავუსვი და ღმერთმა უთხრა ესეთი საპასექო სუფრა, გაუთხრათ. და მერვე მუხში გამოსვლის წიგნის მერვე მუხლის მე-12 თავის მერვე მუხში წერია. იმ ღამეს ჭამონ ცეცხლ შემწვარი ხორცი, ხმიადები და მწარე ბალახი და მწარე მწვანეულები ჭამონ იგენ. სხვა თარგმანში არის მწარე ბალახები და ეს გამოსვლის წიგნი უკვე როცა გამოვიდნენ ებრაელები და უკვე უდაბნოში იყვნენ, მათ დაწერეს შემდეგ მოსემს ღმერთმა დაავალა ლევიანელების წიგნის დაწერა. და ლევიანების წიგნში ეს ცოტა გაშლილად არის დაწერილი ეს საპასექო ისა მომენტი და ესაც მინდა რომ წაგიკითხოთ თქვენ და მე გადავალ ამ ისტორიულ მხარეზე რომ ყველაფერზე იმას ვქნა. და ლევიტელთა წიგნი ეს არის მე-4 მუხლიდან იწყება. ლევიტელთა წიგნის 23-ის მე-4 მუხლი. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმინდა შეკრება, რომელიც უნდა გამოცხადეს მათთვის დანიშნულ დროს. ამაზე ბევრს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რას ნიშნავს მათთვის დანიშნული დრო. ეს არის მოადი ნიშნავს შეხვედრის დანიშვნა. ანუ თანამედროვედ რომ ვთქვათ, პაემანის დანიშვნა. ღმერთი უნიშნავს ადამიანთან შეხვედრის დროს, ადგილს და თარიღს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ამაზე მე შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებ, მაგრამ ახლა აქ არა ამ მომენტში. ხო, მე-5 პირველი თვის მე-14 დღეს დაბინდებისას უფლის პასექი. ამავე თვის მე-15 დღეს უფლოვარობის პურის დღესასწაულია, 7 დღე ჭამეთ ხმიადი. პირველ დღეს წმინდა შეკრება იყოს თქვენთვის, არავითარი საქმე არ გააკეთოთ. 7 დღის განმავლობაში შეცილეთ ცაცცხლო შესაწირი უფალს, მე-7 დღეს წმინდა შეკრება, არავითარი საქმე არ გააკეთოთ. უთხრა უფალს მოსეს ელაპარაკე ისე უთხრა როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში რომელსაც მე გაძლევთ მოიკით ხო ეს უკვე всё. ანუ აქაც ასია რომ პირველი თვის მე-14 დღეს მე-15 დღეს ამას ყველაფერს უკვე ვითქვით, უკვე ეს იქნება ბატონი ივერის პასუხი. რა ხდებოდა ახლა ისტორიულად რო ვთქვათ? ისტორიულად ჩემო კარგებო, ისრაელში ღმერთმა დაუდგინა პასექის დღესასწაული და სანამ ბაბილონის ტყვეობაში მოხდებოდა ისრაელი ასრულებდა პასექის დღესასწაულს, ყოველ წელიწადს მოქონდათ პასექი და ამ პასექს ზეიმობენ.
მაგრამ ოდესაც ტაძარი დაინგრა ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდა ისრაელი მაშინ მათ პასექის აღნიშნავს ვეღარ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ პასექი მოითხოვდა იერუსალიმში ასვლას. სამი პილიგრიმული დღესასწაული დაუწესა ღმერთმა ისრაელს, სამი პილიგრიმული დღესასწაული შესო, ყველა მამრი უნდა ასულიყო იერუსალიმში. ამ დღესასწაულებს ეს იყო პასექი, ეს იყო შავუოთი და ეს იყო სუკოთი. ანუ პასექი 50 დღე და კარვობის დღესასწაული. ეს სამი დღესასწაული უნდა ეზეიმებია ისრაელში ყველა მამრს და ყველა მამრი მიდიოდა იერუსალიმში ადიოდა იმას რა ქვია ამ დღესასწაულებზე. აქ წერია რომ 7 დღე იყო პასექი და იმახსოვრეთ ეს დღე, ამაში ბოლოს გეტყვით რატო ეს მნიშვნელობა 7 დღე ზეიმი იყო ესა. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს არის ის რომ ხო ბაბილონის ტყვეობაში, როდესაც მოხდა ისრაელი დადგა დილემის წინაშე, ისინი ვერ ასრულებენ პასექს. მას რა უნდა გააკეთონ? პასექი ეს იყო მოგონება, გახსენება ეგვიპტის მონობიდან გამოსვლის. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დროს ბაბილონში შეიმუშავდა ებრაულმა დიასპორამ შეიმუშავა ტრადიცია და ეს ტრადიცია წლების მანძილზე იხვეწებოდა სულ უფრო და უფრო. და საბოლოო ჯამში დღეს რაც მოსული არის, ეს არის ის იმას ვამბობ ებრაელებში. ისაც არის დღევანდელ დღეს რაც არის მოსული აშკინას ებრაელებში, ეს უკვე საბოლოო სახე მიიღო ამან მე-13 საუკუნეში, როდესაც გამოჩნდა და ის ტრადიცია რაც დღევანდელ სუფრას არის. მაგრამ მანამდე მიდიოდა ამის განვითარება. რა ხდებოდა განვითარება? საპასექო სუფრა ეს არ იყო რიტუალური მსახურება, ეს დაიმახსოვრეთ, ეს არ იყო რიტუალური, ეს არ იყო სატაძრო მსახურება, ეს იყო ოჯახი იკრიბებოდა სახლში, ოჯახის უფროსი აკეთებდა საპასექო სუფრას და ამ საპასექო სუფრაზე ხდებოდა იმ ამბების გახსენება, რაც ეგვიპტეში დამართა ეგვიპტეს ღმერთმა და როგორი სასწაულებით გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტედან. ეს არ იყო სატაძრო მსახურება, ეს იყო საპასექო მოგონების საღამო და რომელიც გაჩნდა ბაბილონში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს. იესო ქრისტეს დროს ეს ტრადიციაც იყო და აგრეთვე ამ ტრადიციაზე ჩვენ გვევლია მიშნაში, მეორე საუკუნის მიშნაში, რომელიც უკვე ზეპირსიტყველი გადმოცემაა. რა ხდებოდა ახლა ამაზე მოკლედ რო ვთქვა, მე ძალიან ჩქარობ რომ მინდა ეს რა ხდებოდა ამ საპასექო სუფრაზე? ამ საპასექო სუფრაზე შემუშავდა ესეთი თანმიმდევრობა წესრიგი, რასაც საპასექო სუფრას ქვია, საპასექო სუფრის თანმიმდევრობა და წესრიგს ქვია ებრაულად არამეული სიტყვა, ბაბილონიდან მოდის ეს სიტყვა, ქვია სედერი. სედერი ნიშნავს წესრიგს, თანმიმდევრობას. ეს თანმიმდევრობა იყო ყოველთვის ამ საპასექო სუფრაზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ გვესმოდეს. ამ საპასექო სედერის თანმიმდევრობაში ყოველთვის იყო 4 სასმისი და იყო მაცა. ბატონი ივერი ამბობს, რომ 3 მაცა ეს შემოიღეს აშკენაზებმა მე-13 საუკუნეში, როდესაც შულხან არუხი წამოვიდა, ზუსტად 3 მაცა კონკრეტულად. ამაზე არის კიდევ კამათი, იუდაიზმში არ არის ჩამოყალიბებული აზრი. ნუ კაი, არა პრობლემა, დაუჯერებ ამაში, რომ მე-13 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა ამაზე დავამიძის რაბინებში და ეს გადამწყვეტი ფაქტი არაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დაუჯერებ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტიც, რომ მაცის ტრადიცია და დამალული მაცის ტრადიცია ეს იესო ქრისტეს დროსაც იყო. იმიტომ რომ მეორე საუკუნის მიშნაში წერია, რომ αφიკომანი, რასაც ქვია ეს დამალული მაცა, რასაც ქვია, და αφიკომანი ითარგმნება როგორც დესერტი, ეს ტრადიცია იყო და ეს იყო საპასექო სედერის დროს. ეხლა ეს პრეტენზია, რომელსაც მე მიყენებს ის ადამიანი, რომ ტყუილს ამბობ. ტყუილს მე არ ვამბობ, როდესაც ვასახელებ 3 მაცას. მე ამ ვიდეოში ვყვები, ზუსტად ვყვები პასუხს ვცემ კონტექსტი, როცა არ იცის ადამიანმა გონია, რომ ისა ვიტყუები. ხო, ვიტყვი მაგპურზე. კონტექსტი იყო, რომ მე ამას ვყვები ებრაელს.
და ებრაელისათვის როცა მე ებრაელმა დამისვა ეგ შეკითხვა და ამ ებრაელს მე გავეცი პასუხი და ამ ებრაელს უყვები მის გასაგებ ენაზე და ამიტომ თქვი სამი მაცა, რადგან დღევანდელ დღეს სამი მაცა იყო და ამიტომ ვიყენებ მაგ იმას მაგ ამბოს. თორე ეს არ ნიშნავს რომ მე ვიტყუები ან არ ვიტყუები. გაიგეთ? სუფრაზე აფიკომანის ტრადიცია იყო და ამას ამტკიცებს თალმუდი ისევ მიშნაში წერია ეგა. უფუარობაზეც ვიტყვი, ეგ არაა პრობლემა, მაგრამ ჯერ ამაზე მინდა ვთქვა, რომ გავცე, რომ ეს არის ის არგუმენტი, რომელიც მას მოაგზა ამბობს, რომ მე-13 საუკუნეში მოვიდეს. მე-13 საუკუნეში შემოვიდა ის წესი, უნდა გავცი ახლა ამას ბოლომდე პასუხი, რომ მე-13 საუკუნეში შემოვიდა ის წესი, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს. დღეს ასაც ებრაელები ატარებენ ტრადიციულად აშკენაზურ დიასპორაში, აშკენაზურ ებრაელებში, ისაც თანმიმდევრობა არის, ეს არის მე-13 საუკუნეში, მაგრამ ამ ადამიანს ავიწყდება, რომ ებრაელები მარტო აშკენაზები არ არიან, ებრაელები არიან სეფარდები. ებრაელები არიან კორაიმებიც, ებრაელები არიან ირანელებიც. ირანული ებრაული დიასპორის ნაშრომები გააქვს საკითხული? ალბათ არ გექნება, საიდან გექნება შენ ცოტა მაგათა. ხო, იქ სხვანაირად მიდის ეს ყველაფერის, მაგალითად რა განსხვავება აშკენაზურ მაცას შორის და სეფარდულ მაცას შორის? აშკენაზური მაცა გამხმარი მაცაა, იმტრება, ხოლო სეფარდული მაცა პურივითაა, თხელი პურივითაა. აი შაურმის პურებს უძახიან, ხო იცი საშაურმე პურები რო თხელი. აი ესეთია რბილი ნაჭერი. პურის ესა სეფარდების პური და ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის იყო ხმიადი, ეს არ იყო გამხმარი პური ესეთი რომელიც იმშხნება, არამედ იყო ის პური რომელიც რბილი იყო და ეს ყოველთვის ასეა. არ ვიცი სომხურ ლავაშია თუ არა, მაგრამ სირიაში არის ეს პურები, მე მაქვს ნაჭამი, როდესაც სირიულ ბანაკში თურქეთში ვკითხულობდი ისრაელზე ლექციებს, მათ გამემასპინძა სირიელი ქრისტიანები და მათ მომიტანეს ეს პური და მაჩვენეს, რომ ეს ესეთი პური არისო და სხვათა შორის ხმიადიც მომიტანეს იქ, რომ ებრაელებიო ჩვენ სინაგოგაში ესეთ პურს იყენებენ ხმიან პასექის დროსო. სეფარდებს ეს წესი აქვთ. ასე რომ ის არგუმენტი, რომ ბატონი ივერის არგუმენტი, რომ ლუკ პურში იმას ვერ ჩაუწევდა ლუკმასო ხმიადითო ეს ვერ უძლებს კრიტიკას, იმიტომ რომ ან ეთყობა ალბათ ისტორია ბოლომდე არ იცის, ან არ მიყვა, ან მარტო გონია რომ აშკენაზი ებრაელები არიან, იმით რა ქვია, მთელი ისრაელი, ეს ასე არაა. ვიტყვი ბატონო მაქს, მაცალე მივალ მაგამდე, მივალ. ეხლა რა ხდება ისა? პარემ ამ არგუმენტსაც ვიტყვი, რომელიც უნდა თქვას ამ პურის ჩაწობასთან, რა ტრადიცია იყო და რატო აძლევს ეს იუდას ამ წერილს. მე ვთქვი, რომ ებრაულ ტრადიციაში, როგორც სამი მაცა იყო, ასე ჩვენ წავიკითხეთ, რომ ხო და ეს ლოგიკურად რაც თქვა, ეს არასწორია ეგ ლოგიკა. ეს ფიქრობს მარტო აშკენაზური ებრაელებიდან გამომდინარე. გაიგე? გარდა ამისა, ებრაულ ტრადიციაში გარდა მაცები სუფრაზე პასექის დროს მარტო მაცა და ღვინო არ იყო, აგრეთვე იყო მწარე ბალახები და აგრეთვე იყო ის соуს, რაშიც ამოუწო იესო ქრისტემ, ამ соуს ქვია ივრითულად ხაროზეთ. ხაროზეთ ძალიან საინტერესო განმარტება აქვს და მე ერთ-ერთ ვიდეოში ვამბობ, რას ნიშნავს ეს განმარტება ხაროზეთი და რატო ეუბნება იესო ამაში ამოუწობს და რატო აძლევს ამას იუდას. ამას ყველაფერს მე ვამბობ. უბრალოდ ახლა ცოტა დიდი ისაა, დროს წაგვართვენ და არ მინდა ამაზე გავჩერდე, მაგრამ თუ საჭირო იქნება ამ არგუმენტსაც ვიტყვი, არაა პრობლემა. ბატონი ივერი ამბობს, რომ იოანეს სახარებაში მოყვანილ არგუმენტს ამბობს ის, რომ იესო ქრისტემ პასექი ერთი დღით ადრე აღასრულაო, რადგანაცო პრეტორიუმში ტაძარში ვერ შევიდოდენო, არ შევიდენო მღვდლებიო და ეს არგუმენტად მოყავს ისა. არგუმენტი ეს არის მისი. აქ ბატონი ივერმა ეტყობა, არ იცის ან არ გამოუკლევია, რომ ფარისევლებს და სადუკევლებს სხვადასხვა კალენდარი ჰქონდათ.
მოდიში ორი პასუხი არის, მაგრამ მე ერთ პასუხს გეტყვი. თუ საჭირო იქნება, მეორე პასუხსაც ვიტყვი, არაა პრობლემა. თუ დაჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი პასუხი არის ამ ბატონი ივერის მოსაზრებაზე ის, რომ ფარისევლური კალენდრის მიხედვით ერთი დღით ადრე ჩატარდა პასექი, იესო ქრისტემ ჩაატარა პასექი, რადგანაც მათე, მარკოზი, ლუკა ყველა ამბობს, რომ უფუარობის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ჩვენ გვესმოდეს. რა ხდებოდა ამ უფუარობის დღეს? უფუარობის დღეს, ჩემო კარგებო, ეს თქვენ არ გეგონოთ, რომ აჰა, დადგა და всё, უკვე იმას როგორც იოანე ოქროპის მოყავს ესეთი არგუმენტი, რომ შეიძლებოდა თურმე რომ საფუარიანი პული ჯერ კიდევ ჭამა, ეს ასე არ ხდება. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებებში, სინოპტიკურ სახარებებში, სადაც იესო ქრისტე ამბობს, რომ წადიდან მომემზადეთო საპასექო პასექი მომემზადეთო, ეს ნიშნავს ჩემო კარგებო, რომ იმ დროს ისრაელში პასექი სანამ დადგებოდა 10 დღით ადრე იწყებოდა მზადება პასექისათვის. ვინც ებრაელთან დაახლოებული არის ხალხი, ისინი ყველა იცის და ყველა მიხვდება, რომ ებრაელები რამოდენიმე დღით ადრე ემზადებიან პასექის დღესასწაულისათვის. აქ სახლიდან გააქვთ ყველაფერი, რაც ნაგავია, რაც ისა რა ქვია, რაც უწმინდულია, რაც არ შეიძლება. და საფუარისაგან მიდის გაწმინდა. პირველ რიგში საფუარს იშორებენ ებრაელები. ამას ებრაელები უძახიან ხამეც. საფუარის ივრითულად ხამეცია და ამ ყველაფერს იშორებენ. ხამეც წვავენ ებრაელები. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ გვესმოდეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ იესო ქრისტე უფუარობის დღესასწაული დადგა, ეს ნიშნავს, რომ იმ სახლში, სადაც პასექის სუფრა უნდა მომზადებულიყო, კატეგორიულად, ისტორიულად გამორიცხულია, რომ ყოფილიყო პური, საფუარიანი პური. ეს გამორიცხულია, არ არსებობს ეგეთი რამე ისრაელში, იმიტომ რომ 10 დღით ადრე იწყება ისრაელში პასექისათვის მზადება. ეს არის გამორიცხული, რომ იქ ყოფილიყო ისა. ბატონი ივერის არგუმენტი, რომ იესო ქრისტემ 1 დღით ადრე ჩაატარა, მაშინ ეს ეწინააღმდეგება მარკოზის სახარებაში, მათეს, მარკოზის, ლუკას სახარებაში ნახსენებს სიტყვებს იმას, რომ პასექის დღესასწაული არ დამდგარა. ნუ დაუშვათ, კაი, არ ეწინააღმდეგება და სხვანაირად ამბობს, მაგრამ მე გითხარით, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ერთი კვირით ადრე, 10 დღით ადრე იწყება, მაგრამ ერთი კვირის თავზე უკვე, სანამ 7 დღე გავა, სახლში ხამეცი არ არსებობს ისრაელში. ბოლო დღეს, ოდესაც ბოლო დღე დგება, საპასექო დღე დგება, ამ დროს კიდევ სახლს გამოხვეტავს ოჯახის უფროსი, იღებს ხის კოვს და ბუმბულს და სადმე თუ ნამცეცი არის რამე დარჩენილი ძველი პურის ან რამე იმის, ამას ყველაფერს იშორებს და ისეც წვავენ. ანუ, როდესაც ჩვენ გვეუბნება სინოპტიკური სახარება უფუარობის დღესასწაული იყო, ეს ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ მართლა უფუარობის დღესასწაულს ჩაატარა იესო ქრისტემ ფარისევლური კალენდრის მიხედვით. სადუკევლების კალენდარი ცოტა ერთი დღის გვიანი იყო. ამაში თალმუდში ძალიან ბევრი დისკუსია მიდის, ამაზე ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. რაბინები ხშირად აბრალებენ სადუკევლებს, რომ სადუკევლების გამო მოხდა, რომ დაინგრა იერუსალიმის ტაძარი და სადუკევლები ძალიან რომთან გარიგებულები იყვნენ, აი რო ვთქვათ, რომის გამოზრდილი ღვთლები იყო ისინი და მათ ცოტა სხვანაირად ესმოდა. ამიტომაც იესო ქრისტემ შეასრულა ის, რაც ფარისეული ტრადიცია და ჩვეულებრივ გალილეელი ხალხი ასრულებდა ამ დროს. გარდა ამისა, თქვენ უნდა გესმოდეთ, პასექი იკვლევდა საღამოს. როდესაც პასექი ხდებოდა, უწევდა პარასკევს საღამოს, რომ ვთქვათ, და შაბათი უწევდა პასექს, რასაც ქვია, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ პასექი დგებოდა დღის 3 საათზე. ნუ დღის 3 საათიდან იწყებდნენ უკვე საპასექო კრავის შეწირვას და ამ დროს პასექში მონაწილეობს 1.5 მილიონი ადამიანი არის ჩასული იერუსალიმში. ეს ამას ამბობს ისტორიკოსი, რომ 1.5 მილიონი ადამიანი იყო იერუსალიმში მოდიოდა საპასექო დღესასწაულს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი კრავი უნდა დაკლულიყო და იმასქნათ, რომ
ეს მომხდარიყო ფიზიკურად ვერ მოასწრებდნენ ამას. ამის დაკვლას და მერე შეწვას. ის უნდა შემწვარიყო, ის არ უნდა მოხარშულიყო. ამიტომ ასე გაკეთეს. ფარისევლური სკოლის მიმდევრები აკეთებდნენ ერთი დღით ადრე ხუთშაბათს და ისინი ზეიმობდნენ ამ ხუთშაბათს პასექს, ხოლო სადუკევლების მიმდევრები ისინი აკეთებდნენ პარასკევობით. აი ეს არის კალენდარული ისა რა ქვია, ახსნა განმარტება იმისა თუ რატო არ შევიდნენ პრეტორიუმში და რას ნიშნავდა ის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იესო ქრისტემ შეასრულა პასექი და არანაირად არ შეიძლება ეს არგუმენტად გამოვიყენოთ იმის თაობაზე, რომ აი რადგანაც იოანე ამბობს, იოანე მოციქულს უწერია ეგა, ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ ერთი დღით ადრე აღასრულა პასექი. ეს არ არსებობს. მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში იოანეს სახარება ეწინააღმდეგება დანარჩენ სინოპტიკურ სახარებას, რომელიც არის ამბობს, რომ პასექი შესრულდა უფორობის დღესასწაულს. ესაა ბატონ ივერის მეორე არგუმენტი, რომელსაც ის ამბობს და ეს არგუმენტი სხვათა შორის მისი არგუმენტი არა, ეს არის იოანე ოქროპირის ჰომილიიდან წამოსული. იოანე ოქროპირი ეს იყო მე ღრმა პატივს ვცემ ამ ადამიანს, მაგრამ ერთ რამეში არ ვეთანხმები, ის იყო ტიპიური იუდაფობი. მას ზულდა იუდეველი და ებრაელი ხალხი და მთელი მისი სწავლება და განმარტებები რაც არის, გამსჭვალულია ებრაელებთან და იუდეველთა ზიზღით, სამწუხაროდ. აღარ ვამბობ, აღარ ვიტყვი იუდეველებზე რა სწერდა ის, იმიტომ რომ არ მინდა კიდევ დავემსგავსო სხვა ადამიანებს, ვინც ცდილობს ადამიანების დაკნინებით თავისი რეპუტაცია აღიმაღლონ. არა ეს ჩემი ხერხი და ამიტომ არ მინდა. და მესამე არგუმენტი და საბოლოო არგუმენტი, რომელიც მე კიდევ დამიყენეს ართოსის პურზე, ძალიან საინტერესო არის, რომ ართოსი ეს ძველ აღთქმაში გამოიყენება, ართოს აზიმოს გამოიყენება ხმიადი პურზე, ნათქვამია ლეხემ მაცოთ ასია ივრითულად დაწერილი და ახალ აღთქმაში ყველგან სადაც ართოსი წერია, იქ წერია ყველა საფუარიანი პური. და ძველ აღთქმაში სადაც ართოსზე მინდეს ლაპარაკი, ხმიად პურებზე მინდეს ლაპარაკი, იქ ყველგან არის დაწერილი ართოს აზიმო. ანუ იგივე ლეხემ მაცოთ, ებრაულად რო ვთქვათ. ეს ასე არა და ამის პირველი მაგალითი არის პირველი მეფეთა 21:6 თავი. როდესაც დავითი მეფე მიდის, უყურეთ, ეს არის პირველი მეფეთა ნახეთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენ, მეც წაგიგითხავთ ამას. ეს არის პირველი მეფეთა 21 თავის მუხლი. მე-6 მუხლი. და მისცა მღვდელმა წმინდა პური, რადგან არ იყო სხვა პური გარდა საწინაშო პურისა, რომელიც უფლის სახის წინაშე აელაგებინათ, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ. აქ წერია სიტყვა ივრითულად ლეხემ, სეპტუაგინტაში წერია სიტყვა ართოს და საწინაშო პური ყველა მიცის, რომ ეს არის ხმიადი პური, ეს არის საფუარის პურის გარეშე. აქ პირდაპირ წერია ესა. ამ ამბავს იესო ქრისტე იყენებს მათეს სახარებაში, ზუსტად, როდესაც ის ამბობს მათეს მე-12 თავის მე-4 მუხლში. აი ესე არის. მათეს მე-12 თავის სად არის? მე-4 მუხლში. აი ბოდიშით წამეშალა. როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური. აქაც ართოს აქვს გამოყენებული იესო ქრისტე ამბობს. ანუ ის პოზიცია, ის მტკიცება, ჩემოკარგებო, რო ვთქვათ, რომ ართოსი მარტო ახალ აღთქმაში ნახსენებია საფუარი პური, არ უძლებს კრიტიკას, იმიტომ რომ აქ სახარებაში იესო ქრისტე ამბობს, ართოს უწოდებს პურს, რომელიც თავის თავში და არსობრივად არის ხმიადი საფუარიანი პური. მეორე არგუმენტი, რომელიც მე თქვენ ახლა გითხარით, ეს საბოლოო არგუმენტია და ახლა შევაჯამოთ ეს ყველა არგუმენტი, რასაც მე ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ.
მე რატო ვამბობ, რომ ეს არის ხო, როცა მოშვიდა დაგვდელმა მიცა საღვდელო პური, ეს საღვდელო პური, რომელიც საწინაშო პურებია, ეს იყო საღვდელო პური, წმინდა პური იყო ეგა. რო შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი ჩვენ რაც თქვით, ბატონი ივერის პრეტენზია იყო პირველი, ეს იყო რომ სამი მაცა, მე ახსენი სამი მაცა, ეს არის აშკენაზური ტრადიცია და ამაში ვეთანხმები მე-13 საუკუნეში იყო, ეგ შემოიღო ის რაც დღეს გვაქვს დღევანდელი საპასეკო წესრიგის ედერიეს მე-13 საუკუნეში აშკენაზებში არის, მაგრამ არა სეფარდებში, არა კორაიმებში, არა მოროკოელ და ირანელ ებრაელებში, არც იემენელ ებრაელებში. იქ სულ სხვა ტრადიცია და სულ სხვა რამეა. ასე რომ არ შეიძლება შენ მეგობრა რომ აშკენაზური კანონმდებლობით რაღაცა აქ მე მიმტკიცო. ეს ერთი. გარდა ამისა, ეს არაბათილებს აფიკომანის პროცესს, იმიტომ რომ თალმუდში მეორე საუკუნეში წერია ზუსტად ეს, რომ აფიკომანი როგორ უნდა იჭამოს. წერია იქაც, ასე რომ აუქნა ძმაო ახლა. მე არგუმენტი მოგიყვანეს. მეორე არგუმენტი ეს არის ისტორიული არგუმენტი, კონტექსტი სახაიმისა, საპასეკო სუფრისა. არ ვიცი, არ ამოვიდა. თუ უნდა ამოვიდეს, მე არა პრობლემა. მეორე ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ საპასეკო სუფრაზე, საპასეკო სუფრას ქონდა თავისი წესი, თავისი მიმდევრობა და აქ წერია მათე, მარკოზი, ლუკა, ყველა ამბობს უფუარობის დღესასწაული იყო. ის არგუმენტი, რომელიც შენ მოყავს იოანეს სახარებიდან რა ღვთლები არ შევიდნენ პრეტორიუმში, ეს ნიშნავს, რომ იგივე არის, ეს არის ის ნიუანსი, რომელიც ბევრმა არ იცის, რომ სადუკევლებს და ფარისევლებს ჰქონდა სხვადასხვა კალენდარი. ასევე ესეებს, კუმრანიტელებს სხვა მესამე კალენდარიც ჰქონდა. ნუ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებ. ეს რომ შენ ამბობ იმის დასამტკიცებლად, რადგანო იუდეველები, რადგანო ღვთლები არ შევიდნენ პრეტორიუმში, ამიტომ იესო ქრისტემ წინადღით გააკეთა პასექი ჭამა. რომც მასე იყოს, აი რომ დაგიჯერო მაგ არგუმენტში, თუმცა ეს არგუმენტი ხალხდება იმ კალენდრით, რომელიც მე გითხარი, რომ მაგრამ აქ არის რომც დაგიჯერო მაგ არგუმენტზე გამოყვე. აქ მოდის წინააღმდეგობაში ის, რომ ებრაელები 7 დღით ადრე, 10 დღით ადრე იწყებენ სახლის დალაგებას, ხოლო მე 7 დღით ადრე იწყებენ საფუარის გატანას სახლიდან. ასე რომ წინა დღეს, რომელიც შენ ამბობ, წინა დღეს არის ბოლო დღე, უკვე ზუსტად ის დღე, როდესაც მაცა საერთოდ ის საფუარიანი საერთოდ არ უნდა იყოს. პლიუს ამას იესო ქრისტე ეუბნება თავის მოციქულებს, მომიმზადეთ პასექიო. თქვენ როგორ გონია მოციქულება საფუარიანი პური გამოუცხეს იესო ქრისტეს? პასექის დღესასწაულს ასაღნიშნავად, როდესაც მოციქულებმა იცოდნენ, რომ საპასექო ტრაპეზით ოდითგანვე მოდის ხმიადი პურებით. იესო ხო არ წერია, რომ იესო ქრისტემ გამოაცხო პური. წერია, რომ მოციქულებმა მოამზადნენ საპასექო ტრაპეზი და ადგილი. ხო, როშ ხოდეშიდან, პირველი იმიდანა, ხო. ხო და მაგას ვამბობ, როშ ხოდეშიდან უკვე იწყება მზადება ამის. ხო. ანუ მე გეუბნები რომც გამოყვე მაგ არგუმენტში, რასაც შენ ამბობ, რომ კაი, იესო ქრისტემ ერთი დღით ადრე ჩაატარა, გამორიცხულია იმ ებრაული კონტექსტიდან გამომდინარე, რომელსაც ებრაელებს აქვს და ქონდათ ადრეც და ეხლაც აქვს. თუმცა მე არ მომყვები მაგ არგუმენტში, იმიტომ გეუბნები, რომ ფარისევლებს და სადუკევლებს სხვადასხვა კალენდარი ქონდა და აქედან არის ძალიან ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული მაგალითი მოგიყავი ისო მსხვერპლის შეწირო, რომელიც ხდებოდა საპასექო მსხვერპლის შეწირო, რომელიც ხდებოდა. არის კიდევ მეორე სხვა არგუმენტი, რომელზეც არ მინდა ახლა ვილაპარაკო, მაგრამ თუ საჭიროა იმ არგუმენტსაც გეტყვი, რომ რატო მაგალითად არ შევიდა ისა რა ქვია, სადუკეველი ღვთლები პრეტორიუმში და ამ პროცესს ქვია ბატონი მერაბი დამეთანხმება ხაგიგა ქვია, ხაგიგას მსხვერპლი. ხაგიგას მსხვერპლი ბატონ მერაბმა უნდა იცოდეს წესით, თუ სწავლობს იმას. ამიტომ მესამე არგუმენტი რაც შენ ამბობ და ამბობ, რომ ართოსი მარტო მხოლოდ ახალ აღთქმაში საფუარიან პურზე ითქმებაო, გითხარი, თავად იესო ქრისტე არ იყენებს ამას ამბობს, ართოს უწოდებს იმ პურს, რომელსაც დავითმა ჭამა და ეს სიპტუაგინტაშიც დაწერილია, სადაც დავითმა პირველ სამუელში მოგიყვანე, ანუ პირველი მეფეთა
თქვენ იმაზე ეს ასე არის. აზმო ეს არის მე შევეცადე მოკლედ ამეხსნა ეს ყველაფერი თქვენთვის კითხვები რამე კითხვა ხო არ გამომჩა მე ვინმე ხო არ იცით კიდევ რა იმიტომ რომ მე კითხვები არ დამიწერია მაგის ხო კორბან ხაგიგა სწორია ამ თემასთან დაკავშირებით მეგობარო რომ ამ თემასთან დაკავშირებით თუ გაქვს შეკითხვები ესე იგი ამ თემასთან დაკავშირებით მე ვთქვი ყველაფერი რაც ქონდა არაფერი არ დამიწერია არაფერი არ ჩამომიწერია უბრალოდ მივყევი ასე მე არ მაქვს ჩვევა დაწერა და რამე ხო და თუ კიდევ რამე შეკითხვა არის რაც მე შეიძლება გამომჩეს გიო შენ ხო გახსოვს აბა მითხარი თუ ხარ აქ ის არგუმენტები რომელიც იყო ეს სამი არგუმენტი იყო ძირითადად ეს იყო ართოსი ეს იყო იოანეს სახარებაში ახსნილი რატო არ შევიდა გვდლები იქა და მეორე რა ვიცი არგუმენტი აღარ მახსოვს რომელი იყო რომელი შეკითხვები იყო კიდევ და აფიკომანი ხო მე ბიბლიის მჯერა და ყველა იმ გადმოცემას რომელიც ბიბლიას არ ეწინააღმდეგება ორი კითხვა მაქვს ბატონი ივერთან ამ ვიდეოს დავასრულებ დავდებთ ამ ბოლო ვიდეოში იქნება პირველი კითხვა ეს არის ბატონო ივერი რატო მლანძღავთ მე რატო და მეორე რატო ცდილობ ჩემ დაკნინებას ეს ორი კითხვა მინდა რომ თქვენ ამ კითხვაზე გასცეთ პასუხი პირველი რატო მლანძღავთ მე და მეორე რატო ცდილობ ჩემ დაკნინებას ამ ორ კითხვაზე გულწრფელ პასუხს ველოდები თქვენგან სანამ თქვენ არ ჩაწერთ ვიდეოს და არ მეპასუხებთ ამ ორ კითხვაზე დანარჩენ აზრს მე ვერ ვხედავ დანარჩენ თქვენ ვიდეოებზე პასუხის გაცემას ამ ორ კითხვაზე უნდა გამცე გულწრფელი პასუხი რატო მლანძღავ და რატო ცდილობ ჩემ დაკნინებას მე თქვენ არ გლანძღავთ არც ერთ ვიდეოში არ გამილანძღიხართ არც ერთ ვიდეოში თქვენ არ დამიკნინები ხართ თუ სადმე ეგეთ ვიდეო იპოვე მოძებნეთ და პატიებას გთხოვთ არა პრობლემა